ავტომობილმა ორ პუნქტს შორის მანძილი მუდმივი სიჩქარით გაიარა. ნახაზი მართკუთხა საკოორდინატო სისტემაში გამოსახულია მოძრაობის ამ პროცესში ავტომობილის მიერ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ამ გრაფიკის ერთი ბოლოა კოორდინატთა სათავე, ხოლო მეორე აწერტილი. იპოვეთ ავტომობილის სიჩქარე. ესე იგი, ჩვენ თუ წავიკითხავთ ამ გრაფიკს და მონაცემებს დავამუშავებთ, აღმოვაჩენთ, რომ დრო შეესაბამება, რა თქმა უნდა, x ღერძს და ამ შემთხვევაში ეს არის 10 წუთი, ხოლო y ღერძზე ჩვენ გვაქვს კილომეტრი, ანუ 12 კილომეტრი. ესე იგი, თუ გადავიდეთ ამას ცალკე, დავინახავთ, რომ ჩვენმა ავტომობილმა 12 კილომეტრი გაიარა 10 წუთში. როცა ჩვენ კილომეტრ საათზე ვსაუბრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ საათში 60 წუთი გვაქვს, ესე იგი, აქაც პროპორციულად უნდა გავზარდოთ 60 წუთამდე დრო. ანუ 6 ჯერ უნდა გავზარდოთ 12 კილომეტრი. 12 ჯერ 6 კი 72 კილომეტრი. ანუ ამ ავტომობილის სიჩქარე 72 კილომეტр/საათი ყოფილა. აქ კომფორტული რიცხვებია და მარტივი, ხო? ცოტა უფრო არაკომფორტული რიცხვების შემთხვევაში შეიძლება და x-ის შემოტანა და პროპორციით მუშაობა.